ბატი და მელა. ერთხელ ბატების გუნდი შორეულ მდელოზე მიდიოდა კვერცხის დასადებად. ერთი ბატი შუა გზაზე გაჩერდა და მეგობრებს უთხრა. ვაიმე, დებო, უნდა დაგშორდეთ. კვერცხის დადების დრო დამიდგა. მდელომდე ვერ შევიკავებ თავს. როგორმე შეიკავე, როგორ მიგატოვო? გაძელი, როგორმე აქ ვერ დაგტოვებთ. შეწუხდნენ ბატები. ბატს მოთმენა აღარ შეეძლო. შეიქნა ხვევნა კოცნა, დაემშვიდობდნენ ერთმანეთს. შეთანხმდნენ უკან მობრუნებისას ისევ აქ შევხვდეთო. ბატი ტყეში შეფარფატდა. ბებერი მუხის ქვეშ ხმელ ფოთლებში გაიკეთა ბუდე. პირველი კვერცხი დადო, მერე ბუდიდან აამოძვრა და საბალახოდ გასწია. საღამო ხანს დაბრუნდა ბატი და დახეთ უბედურებას. ბუდეში კვერცხი აღარ იყო. დაღონდა ბატი, იფიქრა და გადაწყვიტა. მუხაზე ავალ. მეორე კვერცხს შტოებში ჩავმალავო. აფრინდა, დადო კვერცხი მუხაზე, ისევ ძირს ჩამოფრინდა და კმაყოფილი არხეინად წავიდა საბალახოდ. უკან რომ დაბრუნდა, მეორე კვერცხიც აღარ დახვდა. ვაიმე, ნამდვილად ამ ტყეში მელას აქვს სორო და ის წუწკი მპარავს კვერცხებს. გაიფიქრა ბატმა. ადგა, გასწია მახლობელ სოფელში, მიადგა ერთ მჭედელს და კარზე დაუკაკუნა. სინიორ მჭედელო, გეხვეწებით, რკინის სახლი გამიკეთეთ. სთხოვა ბატმა. ას წყვილ კვერცხს თუ დამინდებ, სიამოვნებით გაგიკეთებ ჩემო ბატინიო. კარგი, აქვე დამიდგით კალათი, ვიდრე თქვენ რკინის სახლს გამოჭედავთ, მე 100 წყვილ კვერცხს დაგიდებთ. ჩაჯდა ბატი კალათში. დაკრავს მჭედელი ჩაქუჩს, გამოაგდებს ბატი კვერცხს. დაკრავს კიდევ მჭედელი, კიდევ გამოაგდებს ბატი კვერცხს. მეორასეჯერ რომ დაკრა მჭედელმა ჩაქუჩი, ბატმაც მეორასე კვერცხი გამოაგდო და კალათიდან ამოხდა. სინიორ მჭედელო, დანაპირები შეგისრულეთ. ინებეთ 100 წყვილი კვერცხი. სენიორა ბატინია, თქვენი რკინის სახლიც მზად გახლავთ. უპასუხა მჭედელმა. ბატმა მჭედელს მადლობა გადაუხადა. წამოიკიდა რკინის სახლი და ტყეში გასწია. შუაგულ ტყეში ჭალა იყო. სწორედ იმ ჭალაში ჩადგა ბატმა თავისი სახლი. საუცხო ადგილია ჩემს ჭუჭულებს ხასხასა ბალახიც ძღომაზე ექნებათ და საჭყუმპალაო წყალიცე. გახარებული ბატი თავის სახლში შეძვრა. ახლა მაინც გულ დამშვიდებით დავდებ კვერცხებსო. ამ დროს მელა ტყეში დაცუნცულებდა. მიადგა მუხას, ეძებდა კვერცხს, ვერსად იპოვა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გაძვრა, გამოძვრა და ბოლოს ჭალაში ამოყო თავი. გაიხედა და რას ხედავს. შუაგულ ჭალაში რკინის სახლი დგას. ნამდვილად აქ შეძვრებოდა ბატიო, გაიფიქრა მელამ და კარზე დააკაკუნა. რომელი ხარ? მე ვარ მელა. იცი, კვერცხებზე ვზივარ, კარს ვერ გაგიღებ. ბატინია, გამიღერა. რას ამბობ? კარი როგორ გაგიღო, ხო შემჭამ? არა ბატინია, ჩემო ლამაზო, პირს არ დაგაკარებ, ოღონდ კარი გამიღე. არა, არ გაგიღებ. იცოდე შებატო, არ გამიღებ და წარედინანებ, უფრო ცუდი დღე დაგადგება. შენ გგონია წავალ, სახურავზე ავალ და ვიცეკვებ ისე, თავბრურომ დამესხას. სულელო ბატო, სულ დავანგრევ შენს სახლს. ვიცი არსად ახვალ, სახურავზე ახვალ, დაიცეკვები ისე, თავბრურომ დაგესხას, მაგრამ მაინც არა, ვერ დაანგრევ ჩემს სახლს. მელა სახურავზე აძვრა და მოჰყვა ფეხების ბაკუნს. კუნტრუშებს ასეც, ისეც, მაგრამ ნურას უკაცრავად. რაც მეტი იკუნტრუშა და იხტუნა, მით უფრო გამაგრდა რკინა. გაბრაზდა მელა, ჩამოხტა ძირს და უკან მოუხედავად მოუსვა. ბატმა კი იმდენი იცინა, კინაღამ სიცილისგან მუცელი გაუსკდა. კარგახანს არ გამოჩენილა მელა. ბატი მაინც ფრთხილობდა. ამასობაში ჭუჭულებიც გამოჩეკა. ერთ დღეს ისევ გაისმა კარზე კაკუნი. რომელი ხარ? მე ვარ მელა. რა გნებავს? რისთვის გარჯილ ხარ?
ხვალ ბაზრობაა გოგო, გინდა ერთად წავიდეთ? კარგი, წავიდეთ. რა დროს გამომივლი? რა დროსაც გინდა? მაშ 9 საათისთვის მოდი. ამაზე ადრე არ შემიძლია. ჭუჭულები უნდა დავაპურო. გულითადი მეგობრებივით გამოემშვიდობდნენ ერთმანეთს. ვიდიო და მელა მიცუნცულებდა, თან ტუჩებს ილოკავდა, ხვალ ბატსაც შევჭამ და მის ჭუჭულებსაც შევახრამონებო. ბატი უთენია წამოდგა, დააპურა ჭუჭულები, სათითაოდ გადაკოცნა, დაარიგა, კარი არავის გაუღოთო და ბაზარში წავიდა. 8 საათი არ იქნებოდა მელა ბატის სახლს რომ მიადგა. კარზე დააკაკუნა. დედა შენ არ არის? დაუძახეს ჭუჭულებმა. ახლავე კარი გამიღეთ. უბრძანა მელამ. ვერ გაგიღებთ. დედა მაგვიკრძალა. უპასუხეს ჭუჭულებმა. თქვენ შეჭმას მერეც მოვასწრებ. ჩაიდუდუნა მელამ და მერე ხმამაღლა ჰკითხა. როდის წავიდა დედა თქვენი ბაზარში? დილა ადრიან წავიდა, უთენია. უპასუხეს ჭუჭულებმა. მელასაც ესუნდოდა, დაჰკრა ფეხი და ბაზრისაკენ მოუსვა. ბატი ბაზრიდან ბრუნდებოდა, ნავაჭრი მოჰქონდა. გაიხედა და თვალი მოჰკრა, ენა გადმოგდებული მელა მოცუნცულებდა მისკენ. ვაიმე, რა გავქნა? სად დავიმალო? აწრიალდა ბატი. ბატმა ბაზარში დიდი ჯამი იყიდა. ჯამის სახურავი ძირს დადო, დაჯდა და ჯამის ზედ დაიმხო თავზე. შედგა მელა. ეს რა უცნაური და რა კარგი სამლოცველოა. უნდა ვილოცო. დაიჩოქა ჯამის წინ, ილოცა. ოქროსმანეთიანი შესწირა სალოცავს და წაცუნცულდა. ბატმა თავი გამოჰყო. აიტაცა ოქროსმანეთიანი. წამოიკიდა ჯამი და ჰერი გაწია შინისკენ. ბევრი იწრიალა მელამ ბაზარში ათვალიერა, ყნოსა, დახლების ქვეშ შეძვრა, გამოძვრა, მაგრამ ბატის კვალსაც ვერსად მიაგნო. ჯერ წასული არ იქნება, თორემ გზაში შემხვდებოდა აუცილებლად. გაიფიქრა მელამ და ისევ ძებნა განაგრძო. დამთავრდა ბაზრობა. ვაჭრებმა დარჩენილი საქონელი შეინახეს. აშალეს დახლები. ბატი კი არსად ჩანდა. ერთი იმას დამიხედეთ, ახლაც არ მომატყუა. გაივლო გოლში მელამ. შიმშილი დაუძლურებული ბატის სახლთან მილასლასდა და დააკაკუნა. რომელი ხარ? მე ვარ მელა, რატომ არ დამელოდე ბატინა? ვაიმე, ძალიან ცხელოდა, ვეღარ დაგელოდე. მეგონა გზაში შევხვდებოდით ერთმანეთს. შენ რომელი გზით დაბრუნდი, ჩემო ბატინია? აქ მარტო ერთი გზაა. მაშ როგორ ამცდი, რატომ ვერ დაგინახე? გაუკვირდა მელას. მე კი დაგინახე, იმ სამლოცველოში ვიჯექი, შენ რომ ილოცე. ახლავე გამიღე კარი? გაბრაზდა მელა. არ შემიძლია, რომ გაგიღო შენ ჭამ. იცოდე ბატო, შენ გგონია წავალ, სახურავზე ავალ, დავიცეკვებ ისე, თავბრუ რომ დამეხვეს, სულელო ბატო, სულ დაგინგრევ შენს სახლს. ბატმა უპასუხა. ვიცი, არსად წახვალ, სახურავზე ახვალ და იცეკვებ ისე, თავბრუ რომ დაგეხვეს, მაგრამ მაინც არა, ვერ დაანგრევ ჩემს სახლს. ახტა მელა სახლის სახურავზე, ჩაბუქნა და ჩაბუქნა, მაგრამ რკინის სახლს რას დააგროვდა. გავიდა კარგად დიდი ხანი და ერთ დილას ისევ მიუკაკუნა მელამ ბატს. რომელი ხარ? მე ვარ მელა, კარი გამიღე ჩემო ბატინია. ვერ გაგიღებ, არ მცალია? შაბათს ბაზრობაა ბატო, გინდა ერთად წავიდეთ? კარგი, გამომიარე. მითხარი, რა დროს გამოგიარო, უწინდელი ვის გზაში რომ არ ავწდეთ ერთმანეთს. 7 საათზე მოდი, ამაზე ადრე არ შემიძლია. კარგი. მელა და ბატი გულითადი მეგობრებივით გამოემშვიდობდნენ ერთმანეთს. შაბათ დილას უთენია წამოდგა ბატი, დავარცხნა ჭუჭულები, ხასხასა ბალახი დაუყარა და დაარიგა. არამც და არამც კარი არ გაუღოთ, ვინც არ უნდა მოვიდესო და ბაზარში გასწია. 6 საათით არ იქნებოდა მელა რომ მიცუნცულდა ბატის სახლთან.
ჭუჭულებმა უთხრეს დედა რა ხანია წავიდაო და მელა ბატს გამოუდგა. ბატი ნესვს ევაჭრებოდა. უცებ თვალი მოჰკრა მელას. აბასაც წავიდოდა, სად დაიმალებოდა. ძირს ერთი უშველებელი ნესვი ეგდო. ეცა ბატი იმ ნესვს, ნისკარტით ამოღრუტნა და შიგ შეძვრა. დარბოდა, დაძრწოდა, დაცუნცულებდა მელა. ეძებდა ბატს გამწარებული. ალბათ ჯერ არ მოსულაო, გაიფიქრა. მერე გადაწყვიტა წავალ ნესვებს ჩაბუბლი. ერთ კარგ ნესვს ამოვირჩევოდა, წავიდა. ჩაკბიჩა ერთი ნესვი, ჩაკბიჩა მეორე. არც ერთი არ მოეწონა, ყველა მწარე იყო. ბოლოს სწორედ ის დიდი ნესვი დაინახა, რომელშიც ბატი იმალებოდა. ეს კი ტკბილი იქნება. გაიფიქრა და ჩაკბიჩა. ბატს სწორედ იმ ადგილზე ჰქონდა ნისკარტი მიდებული და ზედ ენაზე ჩაუნისკარტა მელას. ой, ეს რა იყო, ღმერთო ჩემო? დაიყვირა მელამ და ნესვი გადაისროლა. დაგორდა ნესვი გორაკზე, დაენერცხა ქვას, გასკდა, გადმოხტა ბატი და იცოცხლე მოუსვა შინისკენ. საღამომდე დაცუნცულებდა მელა ბაზარში. მერე ისევ ბატის სახლს მიაშურა. რად მომატყუე ბატო? რატომ არ იყავი ბაზარში? სწორედაც რომ გახლდით. აი იმ დიდ ნესვში ვიჯექი შენ რომ ჩაკბიჩე და ძირს დაანარცხე. მაშ ისევ მაჯობე შმაკობაში? ახლავე გამიღე კარი თორემ. რას ამბობ? კარი რომ გაგიღო ხო შემჭამ. მიფრთხილდი ბატო. შენ გგონია წავალ, სახურავზე ავალ. დავიცეკვებ ისე თავბრუნ დამეხვეს. ო სულელო ბატო, სულ დაგინგრევ მაგ სახლს. ბატმა უპასუხა. ვიცი, არსად წახვალ, სახურავზე ახვალ და იცეკვებ ისე თავბრუნ რომ დაგეხვეს, მაგრამ მაინც არა. ვერ დააგრევ ჩემ სახლს. ჩაბუქნა და ჩაბუქნა მელა, მაგრამ რამდენი არ იხტუნა და იკუნტრუშა, რკინის სახლს ვერა დააკლორა. გავიდა კარგად დიდი დრო და ისევ მიუკაკუნა ბატს კარზე. ბატონია, მოდი შევრიგდეთ. ძველი შუღლი დავივიწყოთ და ერთად ვივახშმოთ. კარგი და პატიოსანი. მაგრამ მე რომ არაფერი გამაჩნია, რით გაგიმასპინძლდე? ამის დარდი ნუ გაქვს. შენი საქმე კერძის გაკეთება და სუფრის გაშლა. დანარჩენი მე მომანდე. გაიქცა მელა და ხელად ძეხვი მოაცუნცულა. მერე წვრილი ძეხვი მოიტანა, ახლა ყველიც მოაყოლა, ყველს ქათამი, ქათამ სხვადასხვა, კიდევ სხვადასხვა და მალე ბატის სახლში იმდენი ხორაგი მოზიდა, რომ ტევა აღარ იყო. დადგა ვახშმობის დროც. მელას ორი დღე ლუკმა არ ჩაედო პირში, უფრო მადიანად შევახრამუნებ ბატსა და მის ჭუჭულებსო. ძეხვი და ყველი ვიღას ახსოვდა. მიცუნცულდა მელა ბატის სახლთან და დაიყვირა. ბატინია, ვახშამი მზადა გაქვს? მზად გახლავთ, შემობრძანდი. ოღონდ ფანჯრიდან მოგიწევს შემოძრომა, მაგი და კარზეა მიდგმული. ვერ გაგიღებ. ჩემთვის სულ ერთია ფანჯრიდანაც შემოვძვრები. მაგრამ ამ სიმაღლე ფანჯერაზე როგორ ამოვიდე? თოქს ჩამოვუშვებ, მარყუში თავი გაყავი და აქედან ამოგწევ. მელას სულ კბილები უკაცკაცებდა, ისე ეჩქარებოდა ბატის ჩახრამუნება. აღარაფერს დაერიდა, ხელად გაყო თავი მარყუშში. ბატმა თოქს მოსწია, მარყუშმა მელას ყელში წაუჭირა. აქეთ მოაწყდა მელა, იქით მიაწყდა, მაგრამ მარყუშიდან თავი ვეღარ გამოაძრო. თვალები გადმოკარკლა, ენა გადმოაგდო და თქვენი ჭირი წაიღო. იცადა ბატმა, იცადა, მერე თოქს ხელი გაუშვა და მკვდარმა მელამ მიწაზე ფრაგვანი გაადინა. აბა, ჩემო ჭუჭულებო, წავიდეთ, ხას-ხასა ბალახი მოვკორტნოთ და წყალშიც ვიჭყუმპალაოთ. უთხრა გახარებულმა ბატმა ჭუჭულებს და კარი გაუღო. ძლივს ეღირსად ჭუჭულებს კარში გამოსვლა. სიხარულით აღარ იცოდნენ რა ეკნათ, გაშალეს ფრთები, გაინავარდეს, დასდევდნენ ერთმანეთს. მალე ბატის მეგობრების დაბრუნების დროც დადგა. ერთ მშვენიერ დღეს ბატს ფრთების ტკრციალი და ჟიվել-ხივილი შეესმა. ნამდვილად ჩემი დები მოფრინავენო, თქვა. გავიდა გზაზე და დაინახა ბატების გუნდი. უკან პატარა ჭუჭულები მოყვებოდნენ. ისე გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, ისე გაუხარდათ ცას ეწივნენ სიხარულით. ბატმა დებს უამბო, როგორ აჯობა მელას ეშმაკობაში.
მისდებს ისე მოეწონათ რკინის სახლი, რომ წამოიშალნენ და ჭედელთან წავიდნენ. ჩვენც გაგვიკეთე რკინის სახლებიოს თხოვეს. იმ ჭალაში დღესაც არის ბატების სოფელი. ისეთი მაგარი კოპწია რკინის სახლებია ჩამწკრივებული, რომ სუნაგი მელა ცხვირსაც ვერ შეჰყოფს.